ქართველებს ერთი უდიდესი უპირატესობა გაგვაჩნია სოფლიოს ნებისმიერ სხვა ერთან შედარებით. ეს არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია ორიგინალურ ენაზე, მშობლიურ ენაზე წავიკითხოთ არა, ვიკითხოთ, იმიტომ რომ ბევრჯერ უნდა წავიკითხოთ ვეფხისტყაოსანი. რომელმა ერის წარმომადგენელმაც რაც არ უნდა მაგრად და კარგად ისწავლოს ქართული, ის ვერასოდეს ვერ იზამს იმას, რასაც იზამს ქართველი, რომ ესე ზუსტად რომ ესე მთელი ძარღვებით შეიმეცნოს ვეფხისტყაოსანი, რომელსაც დაბადების ენაზე ითხოვობს. საქართველოში დაბადებაც კი არ არის ამისთვის საკმარისი, ღმერთმა მაპატიეთ ყველა, ვისაც ცოტა გეწყინებათ, მაგრამ ამისთვის ქართველად დაბადება საჭირო. მთელ მსოფლიოში ერთადერთი ეს შეგვიძლია ეს, იმიტომ რომ ერთადერთია ეს, მეტი არ არსებობს. ამაზე რა შექსპირი, არაფერი არ არის ამაზე მაგარი და ქართველებს თუ რამეთი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ ბედნიერი, ეს არის ის, რომ შეგვიძლია აი ამის წაკითხვა მშობლიურ ქართულ ენაზე. ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება. ახლა რაც შეეხება აი ამ აჟიოტაჟს, ჯერ ერთი მოდი პირდაპირ აქედან დავიწყებ, რომ ნებისმიერ სფეროში, როგორც ქვედა, ასევე ზედა ასაკობრივ ცენს დავაწესებდი და აი ამის შემდეგ ადამიანს არ უნდა შეძლოს არაფრის ხელმძღვანელობა. კი, მეც დავბერდები, ვიცი, ზოგიერთ რომ არ წამოიძახოთ ახლა, ვიცი რომ მეც დავბერდები, მაგრამ მეც ეს უნდა შემეხოს და ასია. ამის მაგალითები უამრავია. სხვათა შორის საპატრიარქოს აქვს ეს კარგი წესი, რომ 70 წელზევით პატრიარქის არჩევა არ შეიძლება, თუმცა ის მაინც რელიგიურია და ცხოვრების ბოლომდე ირჩევენ იმ პატრიარქს. საერო შემთხვევაში ეს უნდა იყოს 70 წლამდე ცენზი, რომლის შემდეგაც არც არჩევითი, არც დანიშვნითი ხელმძღვანელი თანამდებობა არ უნდა შეიძლებოდეს. არჩევის შემთხვევაში 4 წელი სადაც უნდა იყოს განსაზღვრული, დანიშვნის შემთხვევაში ასევე 4 წლით უნდა ინიშნებოდეს და მორჩა. არ შეიძლება ამის მერე. აქ რაღაც ძალიან ბევრი ფიზიოლოგიურ რაღაც ფაქტორებია. აქედან გამომდინარე აღარ გავაგრძელებ მეც სიტყვას, თუნდაც ტრამპის მაგალითი ავიღოთ. ეს რომ უკვე გავიდა მომსახურების ზონიდან, ეს არის ასაკის ბრალი. ეხლა ვიღაცამ ანტიტრამპისტობა რო არ დამწამოს, იგივეს ვიტყვი ბაიდენზე. ვიღაცამ საბჭოთა ნოსტალგია რო არ დამწამოს, იგივეს ვიტყვი ბრეჟნევზე და კონსტანტინ უსტინისზე, ჩერნენკოზე და მაგანაც დაღუპა დიდწილად საბჭოთა კავშირი. ასე რომ, აი, დავაწესოთ უნდა მე მგონი ზედა ასაკობრივი ცენზი. ეხლა თავად სპექტაკლს რაც შეეხება. ამ სპექტაკლს გარდა იმისა, რომ გადაჭარბებული ეროტიზმი აქვს, მე მგონი კიდე სხვა პრობლემები. თუნდაც სცენა ვნახე ინტერნეტში, როსტევანი რო გვირგვინს ადგამს თავზე თინათინს. და ამ გვირგვინის დადგმის შემდეგ თინათინი რო კივისა, ისტორიულ პათეტიურად, ეს რა არის და რატო არის საჭირო და რა მიზანს სცენაა. ეს რაღაცა კავკასიური ცარცისტრის ელემენტების შემოტანა ვეფხისტყაოსანში არ მესმის. ნახე მეორე სცენა, სადაც ესე იგი იმას რა ქვია, საჭურჭლე გაეციო თინათინი თავის ქვეშევრდომს ეუნება და აი როგორი სახით იცი. გაეც საჭურჭლის ის მერე საჭურჭლე გავცე, გაეც საჭურჭლე. რაღაცა მეგონა რომ იმას უყურებდი რაღაცა უჟასების ჟანრის ფილმს რა. დეტექტივ ბასკერვილების ძაღლი. აი რაღაცა ესეთი რაღაც მეგონა საჭურჭლე გაეცი, ეს რაღაც ესეთი დაბრადუშნი რუსულად მაპატიეთ ძანებაა, რომ აი გაეცი საჭურჭლე რაღაცა გაღიმებ. არ ვიცი, ნუ ეს რა საჭიროა ესეთი რაღაცეები. რაც შეეხება თვითონ ეროტიზმს, ნუ ეხლა იქ დიდი სასცენო ხელოვნების მიწოდნენი, გვარიგეს ჭკუა და რაღაცა, მაგრამ ნუ რაც არ უნდა განძრცვილი ეწეროს ვეფხისტყაოსანში, ხო? არ მგონია რომ თინათინი, როდესაც მან ავთანდილი დაიბარა, ტინტო ბრასის იაფფასიანი ეროტიკის პერსონაჟის დონეზე ყოფილიყო განძრცვილი. განძრცვილიც არის და განძრცვილიც გააჩნია, ხო?
ეს განძრცვილი აღარ არის, რაც იმ სცენაზე ხდებოდა, ეს არის პორნოგრაფიას უკლია 5 წუთი. ასე რომ მოდით არ გვინდა ამის გაправებაც რა, ეს ტინტო ბრასის იაფ-ფასიანი ეროტიკამდე არ უნდა დაეცეს ვეფხისტყაოსნის სასცენო წარმოდგენა. ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში მე სურვილი არ გამიჩნდა, რომ ეს სპექტაკლი ვნახო და მაპატიოს, მომიტევოს სახელოვნებო ელიტამ, მე როგორც უბრალო ობიუატელი, რომელიც ვერ ყვევის ხელოვნებაში, ესეთი ობიუატელი ელაპარაკებით. ასევე აქ მინდა ვილაპარაკო ერთგვარ რადიკალიზმზე. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რაღაც ეროტიკა და ეს რა გადაჭარბებული პორნოგრაფია არ მოგვეწონა და ესენი ბნელები, ესენი რა ესმით მაგათ ხელოვნებს, ესე ზოგიერთები აქ ელოდნენ, რომ რობიკოს სცენაზე ზუსტად გადმოიტანდა იმ ვეფხისტყაოსნის სცენებს, ეს არის თავისებური ხედვა თუ რაღაც. ანუ რა, ესე იგი, ან პორნოგრაფია უნდა მომეწონოს, ან ვარ დებილი და ველოდები, რომ სცენაზე დინარეს ჩამოატარებს რობიკო და იგი დაჯდება მტირალი ტარიელი და მე ალთანდილი და როსტევანი შემოჭენდებიან ცხენით. სხვა რამე ვარიანტი არა გვაქვს, ეს რაღაცა ხედვა თუ რაღაცა ხო შეიძლება სხვანაირად წარმოადგინოს ხელოვანმა და არა პორნოგრაფიით. ანუ რატო რა სხვა არჩევანი არა გვაქვს, ან აი ამ იმას უნდა ველოდოთ, ესე დებილები ველოდოთ, რომ პირდაპირ გადმოკატავება იქნება, ასე ვთქვათ, ვეფხისტყაოსნის სცენების, ან პორნოგრაფიას ტაში უნდა დაუკრათ. ეს რო რას მაგონებს, იცი, აი ქალებზე რო ახონდა ლაპარაკი და ვთქვათ, რომ ამბობ, რა არა კაცო, ქალი კუხნაში რატო უნდა იყოს, მაინდა-მაინც და აბა უნდა იბოზოს? ან მეორე შემთხვევას რო ამბობ, რომ აი ქალი არ უნდა ბოზობდეს, აბა კუხნაში უნდა ეგდო? ბიჭო, არ ვიცი, არც კუხნაში უნდა ეგდოს და არც უნდა იბოზოს, რაღაცა სხვა ვარიანტი ხო შეიძლება არსებობდეს. რა ვიცი, ჩემი აზრით არსებობს სხვა ვარიანტები ამ შემთხვევაშიც, რომ არც პორნოგრაფია იყოს სცენაზე წარმოდგენილი და არც ის, რა ქვია, მოჩუქჩუხი მდინარეები და ქაჯები მთელი რაოდენობით. ასე რომ დავანებოთ ამ სისულელეებს თავი, ასევე დავანებოთ თავი აი ორმაგ სტანდარტებს დათა თავაძის აკაცუკა რეჟისორის ეგრეთ წოდებული არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ როგორც ეძახიან დადგმული რაღაცა პორნოგრაფიით ვახტოვანდა ეს ლიბერალური ელიტა სამეფო უნისიაში იყო. მე მგონი და ეხლა რობიკოს პორნოგრაფიას არ იქა ეროვნულ ტრაგედიად აღიქვამენ. და ასევე დათა თავაძის იმ პორნოგრაფიის სცენების გავრცელების დროს სოციალურ ქსელებში რომ ტიპები იძახოდნენ, ანუ მეორე რადიკალური მხარე რომ აი ევროპამ დაავალა ამ ქართული თეატრის სასცენო ხელოვნების შერყნა და გაარყნა და ეხლა რობიკოს პორნოგრაფიას რო ტალს უკრავენ. ასე რომ მოდი ამ რადიკალიზმსაც, ამ რაღაც ორმაგ სტანდარტებსაც იქნებ დავანებოთ თავი და რაც შეეხება თვითონ ვეფხისტყაოსანს, ეს აუცილებლად უნდა თქვა, მე თავი და დასაწყისში ვთქვი, რომ ეს ჩემს არის რაღაცა, ეს ჩემს პოემაც არ არის. ეს ჩემს არის ის რაღაცა, რაც უნდა იკითხო. იკითხო და იკითხო. ვერც ერთი მსახიობი მამაკაცი ჩემთვის ვერ იქნება ავთანდილის პროტოტიპი, ვერანაირად ვერ გახდება. ვერანაირ ვერც ერთი მსახიობი ქალი ვერ გახდება ჩემთვის თინათინი. და არ მინდა ვეფხისტყაოსანი ან სცენაზე ვნახო, ან ეკრანიზაცია ვნახო, ან რაღაცა მსგავსი ვნახო. ეს არის როგორ რაღაცა, კითხულობ, იწყებ, წაიკითხე ვეფხისტყაოსანი. შოკი გაქვს. 1-2 წელი გძელდება ეს შოკი. აი შოკი გაქვს, ესეთი რაღაცა არ არსებობს, შოკში ხარ. 2 წლის მერე რო გამოდიხარ ამ შოკიდან, მერე ფიქრობ, რომ ბიჭო, იქნებ კარგი, რა მაგარი იქნებოდა ეს სპექტაკლად. რა მაგარი, რომ ფიქრობ მთელი 2 წელი, ხო? და აი ბოლოს ამას ფიქრობ, რომ რა მაგარი იქნებოდა ეს კინოდ, რომ ენახა, ან სპექტაკლი. მერე იღებ ამ 2-3 წლის მერე ისე ვიწყებ კითხვას, რომ აი როგორ დავდგამდი მე სპექტაკლად, ეს გაინტერესებს. როგორ გადავიღებდი ფილმად და ვიწყებ კითხვას. კითხულობ და ხვდები, რომ არანაირი სპექტაკლი, არანაირი კინო, არანაირი და ისევ შოკი გაქვს. ისე 2 წლიანი, 3 წლიანი შოკი გაქვს. შოკში ხარ, რა სპექტაკლი, ის კინო, იქ ახარ. იქ ცხოვრობ. და ფიქრობ, რომ 2-3 წლის მერე ისევ ცოტა რომ გაივლის ეს შოკი და რა მაგარი სპექტაკლი იქნებოდა. ან რა მაგარი კინო იქნებოდა. და იწყებ ისევ კითხვას, რომ აი ეს დადგა კინო გადაიღო, შენს ფანტაზიებში მაინც სპექტაკლი დადგა, რომ რაღაცა სპექტაკლი კითხულობ და ისევ ხვდები, რომ რა სპექტაკლი, რის კინო, ისე ვიქახარ, ისე გადადიხარ საცხოვრებლად. და იაზრებ იმას, რომ არანაირი კინო, არანაირი სპექტაკლი და დავანებოთ ამ ნაწარმოებს თავი რა. ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს
სოფლიოში უდიდესი უპირატესობა ყველა ერთთან შედარებით, რომ ვეფხვის ტყაოსანი ვიკითხოთ, გადავშალოთ და ვიკითხოთ. მე ვარ ქართველი და მე ახლა გამოვიყენებ ამ უპირატესობას. მადლობთ.